მაგრამ თუ ცოტა ხნის წინ მომიწია სესხის აღება და ჩვენი მთავარი თემა ამ ბლოკის პრინციპში დავანოსეთ არის როდესაც მოგვიწევს სესხის აღება სხვადასხვა მოტივით ლარში ავიღოთ თუ დოლარში იმიტომ რომ მე როგორც მაქვს ინფორმაცია იპოთეკურ სესხების 80% დაახლოებით არის დოლარში გაცემული იმიტომ რომ არის დაბალი პროცენტი უფრო ვიდრე ლარში გაცემის შემთხვევაში მაგრამ რა ვქნათ ხო ლარის კურსის პროგნოზირება ისეთი რთულია როგორც ზეგ ამინდის ნამდვილად წვიმა იქნება თუმზე კარგი მოდი ჩვენ სტუმრებს ვკითხოთ და ჩვენს ტელემაყურებელს შევეცადოთ რომ მივეწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია და რჩევები პრინციპში ამ თემასთან დაკავშირებით ტელემაყურებელს შევახსენებ ჩვენს ტელეფონის ნომერს 259-25 არის ჩვენი ტელეფონის ნომერი დაგვირეკეთ და დასვით შეკითხვები პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმრები კი დღეს გახლავთ ბატონი გიორგი კეპულაძე საზოგადოება და ბანკების ერთ-ერთი დამფუძნებელი და ბატონი ვახტანგ ხომიზურაშვილი ეკონომიკის ექსპერტი აღმოჩნდობის მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მოგზაურობისთვის. მე რადგან ვახსენე დაბალი პროცენტი ბატონ ვახტანგ თქვენგან დავიწყებ. ეს იყო წლების განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი, რის გამოც მაგალითად იპოთეკურ სესხს მოსახლეობის დიდი ნაწილი იღებდა დოლარში. მას შემდეგ რაც ლარის გაუფასურების ტენდენცია დაიწყო, ეგრეთ წოდებული იაფის სესხის ილუზია ხომ არ გაქრა? ну როგორ ვთქვათ, არსებობს ერთი პრინციპი. რა ვალუტაშიაც აქვს ადამიანს ფიზიკურ პირს თუ იურიდიულ პირს შემოსავლები მიზანშეწონილია რომ ვალდებულებებიც იმ ვალუტაში კონდეს ასახული რომ დაბალანსებული იყოს ეს ორი ესე ვთქვათ სავალუტო რისკის ფაქტორი ამ შემთხვევაში ну рассмотрели ახლა ბანკებს აწყობთ აქამდე აწყობდათ ყოველ შემთხვევაში დოლარში გაცემას ესხების ევროში ნაკლებად უფრო დოლარში ну ადამიანებიც და კომპანიებიც იძულებულები იყვნენ რომ მიიღოთ ეს დოლარში სესხი, იმიტომ რომ არც ისეთი დიდი ფუფუნება ამ შემთხვევაში სესხის მიღება მაგალითად კომპანიებისთვის, მე არ გულისხმობ სამომხმარებლო სესხს. აქედან გამომდინარე, ну ეროვნულ ბანკმა ამ ბოლო პერიოდში ეს თქვათ ნაბიჯი გადადგა, პოზიტიური ნაბიჯი სარეზერვო მოთხოვნების აუცილებელი სარეზერვო მოთხოვნების მიმართულებით შეცვალა სარეზერვო ნორმა ну მაყურებლისთვის რო იყოს უფრო გასაგები ეს არის მოზრდილი დეპოზიტებიდან გარკვეული ეს თქვათ რეზერვის ასახვა ეროვნული ბანკის სპეციალურ ანგარიშზე. ამ შემთხვევაში აი ამ სარეზერვო ნორმების ცვლილებამ გამოიწვია შესაბამისად ცვლილება სესხებზე ამ შემთხვევაში დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთზე და სასესხო საპროცენტო განაკვეთზე შესაბამისად. ну გადათვლების თანახმად დაახლოებით ამ სარეზერვო ცვლილებების ნორმამ მე ახლა აღარ გავჩერდები ამ პროცენტებზე და იმაზე ნაკლებად საინტერესო ალბათ ესე იგი ლარში გაიაფთა დეპოზიტები და ну შესაბამისად სესხები დაახლოებით 0.4%-ით ახევარი პროცენტიც არ არის და დოლარში გაძვირდა დეპოზიტების მომსახურება ბანკებისთვის და შესაბამისად სასესხო საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 0.6%-ით. ანუ არც თუ ისეთი დიდი ცვლილება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს არ ვიცი ახლა როგორი სტრატეგია აქვს, საერთოდ ეტაპობრივად კეთდება, ესე ვთქვათ, უფრო მეტი წახალისება მაგალითად ლარის დეპოზიტების და შესაბამისად ლარის სესხების. და ეს სწორი ნაბიჯია და სწორი მიმართულება. ვნახოთ, როგორი იქნება ეროვნული ბანკის სტრატეგია მომავალში, აქედან გამომდინარე უკვე ვიმიჯელოთ. დღევანდელ დღეს პროცენტებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდ სხვაობას გვაძლევს. და ეს კიდევ ერთხელ განაპირობებს იმას, რომ კვლავ მიმდინარეობს მოსახლეობის მიერ დოლარში სესხების აღება. რატომ არის ერთ-ერთი მაგალითი? შენ ხარ ერთ-ერთი მაგალითი. რატომ გრძელდება ეს ტენდენცია? შეგიძლიათ აღვხსნათ. დიდი მადლობა რომ დაინტერესდით ამ თემით. ნამდვილად საჭიროა დღეს მოსახლეობისთვის, თქვენი მაყურებლებისთვის. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჩვენი ეკონომიკისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის არის მაღალი დოლარიზაცია. რას ნიშნავს მაღალი დოლარიზაცია? ნიშნავს იმას, რომ მაგალითად დეპოზიტების 70% ბოლო მონაცემებით დაახლოებით არის
დოლარში, ანუ უცხოურ ვალუტაში უბრალოდ და მათი უმრავლესობა რა თქმა უნდა არის დოლარში. ანუ ნდობა ამერიკული დოლარისადმი, ამერიკული ეკონომიკისადმი გაცილებით მაღალია ვიდრე სამწუხაროდ ეროვნული ვალუტისადმი. ასევე სასესხო პორტფელის თითქმის 65% არის დოლარიზებული. ანუ უფრო მეტი სესხია გაცემული დოლარში, ანუ 65 არის უცხოურ ვალუტაში და დანარჩენი ლარში. ეროვნული ბანკის ბოლო ნაბიჯი, რაც ბატონი ვახტანგი საუბრობდა, რაც წესით წაახალისებს სწორედ დედოლარიზაციას, ანუ ნელ-ნელა ეს დოლარიზაციის პროცენტი უნდა შემცირდეს, რომ სწორედ ის სავალუტო რყევები, რაზეც საუბრობთ ჩვენ, იყოს ნაკლებად მტკივნეული მოსახლეობისთვის, რადგან ყველაზე მეტად ვიცით, რომ ლარის გაუფასურების შედეგად დაზარავდნენ ის ადამიანები, ის მსესხებლები, ვისაც ჰქონდათ უცხოურ ვალუტაში სესხი, მათ სესხის მომსახურება ყოველ $100-ზე გაუძვირდათ თითქმის 55-70 ლარით, ну, გააჩნია როდის რა კურსი იყო, დღევანდელ კურსს თუ შევადარებთ დაახლოებით 45 ლარი შეიძლება ითქვას და ყველაფერმა ამან რა თქმა უნდა გამოიწვია ის რომ ხალხმა გადაიტანა ბევრმა თქვა თავის ვალდებულებები ლარში, ვინც თქვა მოასწრო 2-დან 0 კურსამდე სიტყვაზე, ან შემდეგ ცდილობდნენ რომ არ აეღოთ სესხი დოლარში. მაგრამ შემდეგ წამოვიდა ისეთი ტენდენცია რომ ეროვნულმა ბანკმა გააზარდა რეფინანსირების განაკვეთი, რომელიც არის ლარში საბაზრო განაკვეთების განსაზღვრელი, ამან გამოიწვია რა თქმა უნდა ისევ დოლარიზაციის ზრდა, რომ თქვენს მაგალითად იმდენად დიდი იყო სხვაობა ლარში და დოლარში სესხის საპროცენტო განაკვეთ შორის, რომ ყველა გაცვლით, რაც არ უნდა გაზრდილიყო თქვა დოლარის კურსი, მაინც უფრო ხელსაყრელი იყო. რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების რაოდენობა არ იყო დიდი და არც თქვა განსაკუთრებული ზრდა არ იყო იმ ადამიანებისთვის განსხვავებით, ვისაც დოლარში ჰქონდა სამწუხაროდ სესხი. სავალუტო რყევა საერთოდ ყოველთვის უფრო მოქმედებს, რა თქმა უნდა, და სწორად ბატონო ვახტანგო რომ რაღაც უნივერსალური რჩევა არსებობს, რომ რა ვალუტაშიც გაქვს შემოსავალი, იმაში ჯობს რომ ჰქონდეს სესხი. მაგრამ სწორედ აი ხა ეროვნულ ბანკმა სწორედ ამიტომ გადადგა ამას, რომ უნდა დაახლოვდეს ეს საპროცენტო განაკვეთები. ანუ იყოს 4%-იანი მარჟა მათ შორის და 5%-იანი. უნდა მეკითხა, კი ბატონო. და ლარში სესხების გაცემის წახალისება აღნიშნეთ თქვენ ორივე, ბატონო ვახტანგ, თქვენც აღნიშნეთ ეს, როდესაც ლარში არის თქვა გაცილებით მაღალი პროცენტი, ანუ აი წახალისება ჯერჯერობით თქვა არ ეტყობა, იმიტომ რომ როდესაც დაითვლის საბოლოო ჯამში უკვე თქვა იღებ 10 წლიან სესხს, ხო? უფრო ნაკლების გადახდა შეიძლება მოგიწევს, მეტნაკლებად სტაბილური ეკონომიკის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პროგნოზზე 10 წელს განმავლობაში ვერ გათვლი ლარის კურსი როგორ იქნება და რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა წახალისდეს, ხა გიორგიმ სწორად აღნიშნა, რომ პროცენტები დაახლოვდეს, იმიტომ რომ ევროპის ქვეყნებში თქვა გარდა იმისა, რომ ვალუტაში არ ხარ შეზღუდული, პრინციპში ეს ტენდენცია ჩვენთანაც დაიწყეს, არ ვზღუდავენ. მე მაგათად მკითხეს, ადრე იყო რომ იპოთეკურს ყველა ვარიანტში დოლარში გაძლევდნენ, ზირთად შემთხვევაში ახლა მკითხეს, რომელ ვალუტაში გნებათ. მაგრამ პროცენტში არ არის თქვა ასეთი განსხვავება და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, რატომ ვაკეთებთ ასე, რომ მაინც ვანიჭებთ უპირატესობას დოლარს. საერთოდ ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა ნაკლებია თავისთავად, ესე იგი ეს გარდაუვალი ფაქტია. აქედან გამომდინარე, ხო გრძელვადიან სესხებთან დაკავშირებით ბანკებიც ვერ თვლიან ამ რისკებს, იმიტომ რომ ბანკისთვის ძალიან რთულია 5 წელზე კი არა, შეიძლება 1 წელზე რო გათვალოს და უშუალოდ ეს სავალუტო რისკი. ამ შემთხვევაში რასაკვირველია უფრო ენდობიან დოლარს. ეხლა იქიდან გამომდინარე, რომ საპროცენტო განაკვეთი გასაგებია, ხო, მაგრამ სხვა დაზღვევის მექანიზმი ამ შემთხვევაში არც ბანკს გააჩნია და არც ბანკის კლიენტს. აქედან გამომდინარე, ბანკები ცდილობენ, რომ გასცენ მაინც შედარებით მოკლევადიანი სესხები ლარში და უფრო გრძელვადიანი დოლარში. ჩვენ რომ შეწონილი ავიღოთ ეს ვადები, ну, განსხვავდება, აშკარად განსხვავდება. აქ არის ერთი მომენტი, ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ეხება პირდაპირ ეროვნულ ბანკს. ანუ ადრე იყო, ну, ეს 90-იანი წლები იყო მაშინ, ესე იგი, სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, ბანკთაშორისო სავალუტო ბირჟაზე შემუშავდა სავალუტო კონტრაქტებით ვაჭრობის სისტემა, რომელიც აძლევდა საშუალებას ნებისმიერ კლიენტს, ეს ფიზიკური პირი იქნება თუ იურიდიული პირი, დაეზღვია ლარის კურსი. ანუ ლარი დოლართან იყო და შესაბამისად, ესე იგი, ნებისმიერ ვადაზე გათვლით შეეძლო დაეფიქსირებინა წინასწარ მხარეებს კურსი. ეს იყო სავალუტო ფიუჩერსი, ესე იგი, ლარი დოლართან და ლარი ევროსთან, უფრო სწორედ დოლარი ლართან და ევრო ლართან.
სტანდარტული კონტრაქტები, საგარეშეო კონტრაქტები, ძალიან მარტივი იყო ეს სავაჭრო სისტემა პრინციპში, მაგრამ იმის გამო, რომ ესე ვთქვათ, საბოლოო ჯამში ბანკსაშუალო სავალუტო ბირჟა აღარ არის, დღეს შეუძლებელია არსებულ სავაჭრო სისტემაში, რაც აქვს ეროვნულ ბანკს, ეს არის მხოლოდ საკომერციო ოპერაციები და ისიც ხორციელდება საინფორმაციო სისტემაში, Bloomberg ეს საინფორმაციო მოდულია, ამ შემთხვევაში ეს არ არის ის ტრადიციული სავაჭრო მოდული. ამ პირობებში შეუძლებელია, რომ ეროვნულ ბანკმა შექმნას რაიმე მსგავსი და საერთოდ საფინანსო ბაზრების თვალსაზრისით შეუძლებელია საბირჟო სისტემის გარეშე ამის გაკეთება. რაც არის ძალიან დიდი პრობლემა საერთოდ არა მხოლოდ საბანკო სისტემისთვის, არამედ პირველ რიგში ბანკების კლიენტურისათვის. აი ზუსტად ამაზე მინდოდა მეკითხა, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა იზარალა აი ამ კურსდაშორის სხვაობებით და სწორედ თანეთ რომ $100-ში შემდეგ უკვე გახდა ფაქტობრივად 45, 60 $60-მდეც კი ავიდა. 250 რო კურსი თითქმის 75 ლარიანის ხოლმე $100. და თქვენ ძალიან ეს მექანიზმი, რომელიც პოტენციურად იცავს მომხმარებელს. თუ მესმის რომ ეხლა ამ ეტაპზე არ არსებობს ამის შესაძლებლობა, მაგრამ თუ არსებობს რაიმე სხვა მექანიზმი, რომელიც კლიენტების, ბანკის კლიენტების ინტერესებს დაიცავს, იმიტომ რომ ფაქტიურად დაუცველი აღმოჩნდა ბანკის კლიენტურა, ის მომხმარებლები, მცესხებლები, აი იმ კრიზისის წინაშე რაც რეალურად მოხდა. და თუ არის რაიმე შესაძლებლობა, რომ წინასწარ ნაკლებად მაინც დაზღვეული იყოს. ჩვენ სარეკლამო ჭრა გველოდება ბატონახთან და განვაგრძოთ შემდეგ უკვე საუბარი. ხო, ბატონ გიგის ორი გადაავადეთ ცეცხლის დაფარვის თარიღი 5, 10, 15, 20, 25 ან 30 დღით. რამდენჯერაც მოისურვებთ, ხოლო პირველი ცეცხლი აიღეთ უპროცენტოდ. Sicilon G. ნაოფის ახალი ტიპის საიზოლაციო მასალა ეკოზეს კომპონენტით თავისუფალია მავნე მინარევებისაგან და ეკოლოგიურად აბსოლუტურად უსაფრთხოა. არიტოვებს სუნს და უზრუნველყოფს სითბოს კიდევ უფრო მეტ 70%-მდე შენარჩუნებას. ნაოფის ახალი ტიპის საიზოლაციო მასალით თქვენი სახლი დაცულია გარეხმაურისაგან. ჩვენ ვამკვიდრებთ გერმანულ ხარისხს ქართულ მშენებლობაში. ნაოფი, გერმანული სტანდარტი. სპონსორია კერძო სკოლა პოლიგლოტი. გააკეთე სწორი არჩევანი, გახდი პოლიგლოტის მოსწავლე. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და შეგახსენებთ კითხვას, რომელზეც ჩვენ არ შევწყვეტათ საუბარი პრინციპში ეთერს გარეთაც ტელემაყურებელს ტელეფონის ნომერსაც შევახსენებ 205-95-25 ჩვენი ტელეფონის ნომერი თუ კი ამ თემასთან დაკავშირებით გაქვთ შეკითხვები შეგიძლიათ რომ დარეკოთ და დასვათ ის პირდაპირ ეთერში და დათომ თქვათ რა შეკითხვა დასვათ დაზღვევის მექანიზმი რა არსებობს დღევანდელ დღეს ну მანამდე სანამ ეს თქვათ დაზღვევის იმ მექანიზმის ამუშავებს თუ ამუშავა ეროვნულ ბანკის ინიციატივით თუ ამუშავდა, მანამდე შეიძლება ერთი ძალიან მარტივი რჩევა მივცე მომხმარებელს. ეს კლასიკური, აქ არაფერი ისეთი არ არის. საერთოდ ცენტრალური ბანკებიც ამ შემთხვევაში იყენებენ სარეზერვო ვალუტის ბალანსს. ანუ სხვადასხვა ვალუტაში ეს თქვათ არეზერვებენ ფულად სახსრებს. ну მათ შორის ოქროშიც. თუ მცესხებელი იღებს ცეცხლს, რომ თავი დააღწიოს აი ამ სავალუტო რისკებს, მას ურჩევნია ის თანხა, რაც მას სჭირდება, გაყოს შუაში ეკვივალენტი რო იყოს თან ესე ვთქვათ ერთი ზონის და ნახევარი იყოს ლარში, ნახევარი იყოს დოლარში. აქედან გამომდინარე, რასაც გამოიყენებს, მოაკლოს იმ დოლარსაც და იმ ლარს და ეს ბალანსი შეინარჩუნოს. ამ შემთხვევაში სავალუტო რისკი დაბალანსებული იქნება
ამ სესხის ნაწილში. აი ეს შემიძლია ესე ვთქვათ ძალიან მარტივი აი ესეთი რჩევა მიღწევა. სხვა ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არ არსებობს ისეთი გიორგი, ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ გარდა იმისა, რომ ბანკებს ასე ვთქვათ ურჩევნიათ დოლარში სესხის გაცემა და ვთქვით ამის მიზეზები, მომხმარებლების დეპოზიტებს ათავსებენ, ანუ ანაბარს ისნიან ვთქვათ უცხოურ ძირითადად დოლარში. არის თუ არა ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, გარდა იმისა, რომ ვენდობით უფრო ვთქვათ არა ჩვენს ეკონომიკას, არამედ ვთქვათ ამერიკის ეკონომიკას, ამის მიზეზი რომ პროცენტებს შორის არის სხვაობა. ანუ ვთქვათ ლარში განთავსების შემთხვევაში მე მაქვს ლარში ვთქვათ ანაბარი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში პროცენტი, წლიური პროცენტი გააჩნია რა თქმა უნდა ანაბრის ტიპსაც, მაგრამ მაინც უფრო დაბალია ვიდრე დოლარის შემთხვევაში. ხო, ბანკები ზოგადად ამ პრობლემას ხსნიან იმით, რომ მათ არ აქვთ ეგრეთ წოდებული გრძელი ფული, გრძელი დიდხნიანი რესურსი ლარში სამწუხაროდ. იმიტომ რომ მოსახლეობის ნდობა არის უფრო უცხოური ვალუტის მიმართ, განსაკუთრებით ამერიკული დოლარის. ამას თავისი ისტორია აქვს, რა თქმა უნდა 90-იანი წლების გამოსილება, ჩვენი კუპონი, ჰიპერინფლაცია, შემდეგ ლარის არასტაბილურობა ხშირი, ეს თავისთავად მოქმედებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ის დოლარიზაცია, რაზეც ჩვენ საუბრობდით, 80-85% იყო რამდენიმე წლის წინ, მაგრამ ეს მცირდება, ეს კიდევ უფრო მეტად შემცირდება ეკონომიკური ზრდის პირობებში, როდესაც ვთქვათ ლარის მეტი რესურსი მოძრაობს საქართველოს ეკონომიკურად გაცილებით სწრაფად გაიზრდება, ვიდრე ახლა იზრდება და ეს ყველაფერი თავისთავად რა თქმა უნდა ჩვენ ქვეყანას სამწუხაროდ ეს ეტაპები გასავლელი გვაქვს, იმიტომ რომ ეს ეტაპები გაიარა აღმოსავლეთ ევროპის ძალიან ბევრმა ქვეყანამ, გაიარა ვთქვათ იგივე ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, სადაც უფრო პოპულარული ვალუტა შეიძლება იყოს არა ეროვნული, არამედ უცხოური, მაგრამ შემდეგ ისინი ვთქვათ ნელ-ნელა იგივე ვთქვათ ისრაელის მაგალითი, სადაც ძალიან მაღალი დოლარიზაცია იყო სამხრეთ ამერიკის ქვეყნები, სადაც ანუ დოლარიზაცია რას ნიშნავს? ბანკებს აქვს რესურსი, შესაბამისად დეპოზიტები, ანუ ანაბრები არის დოლარში, შესაბამისად მათ ურჩევნიათ ეს იაფად მოზიდული რესურსი, როცა დაბალი პროცენტია ნამდვილად ანაბარზე დოლარში, ვიდრე ლარში უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთებია, მაგრამ მაინც მოსახლეობა უპირატესობას ანიჭებს, რომ ის 2 და 3% ურჩევნია დოლარში აიღოს და სავალუტო რისკი არ გასწიოს, ვიდრე თქვათ ამიტომ შესაძლოა ახლა მოსახლეობის იძულება იმაზე რომ შენ მე შეგირჩევ რა ვალუტაში დააგროვო, ეს არ შეიძლება რა თქმა უნდა. თავისუფალი ტიპის საბაზრო ეკონომიკის ტიპის ქვეყნებში ეს ვერ მოხდება. ეს უბრალოდ უნდა მოხდეს სხვა რეგულაციები, თქვათ და რეგულატორი ყავთ კომერციულ ბანკებს, ეს არის ეროვნული ბანკი, რომელმაც გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას დედოლარიზაციისკენ, თუმცა ეს არ უნდა იყოს სპონტანური, ხისტი ნაბიჯები. ეს უნდა მიყვეს თან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, თორემ ერთბაშად რაღაცა ერთი ხელის აღებით რომ რაღაცა სარეზერვო მოთხოვნები იყო სხვანაირად კიდევ უფრო მეტად რომ შეცვლილიყო, ეს შესაძლებელია სხვა პრობლემების წარმოქმნელი ყოფილიყო, თუმცა ამ თემაზე საუბარი ალბათ ახლა მაყურებელს ძალიან გადაღლის, ძალიან ღრმა ეკონომიკური თემები. ბატონ ვახტანგ, თქვენ კითხავთ, ახლა ჩვენ საუბრობთ კომერციულ ბანკებთან დაკავშირებით, მაგრამ მე მახსენდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევები, რომლებიც ასევე გასცემენ სხვადასხვა ტიპის სესხებს და მათ შორის ეს იქნება სამომხმარებლო იპოთეკური, თუმცა პროცენტ შორის ძალიან დიდი სხვაობა. რადიკალური სხვაობა თქვათ კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსოებს შორის. ასეთ შემთხვევაში თქვათ აღნიშნა გიორგიმ, რომ კომერციული ბანკების საქმიანობას ეროვნული ბანკი არეგულირებს, ხო? მიკროსაფინანსოების შემთხვევაში თქვათ არ არის განსაზღვრული, ან არ უნდა იყოს კონკრეტული ან ზედაზღვარი მინიმუმ. როგორ რეგულირდება ეს საკითხი? რამდენად მიზნე შეწონილი? საერთოდ მიკროსაფინანსოები არ რეგულირდებიან ეროვნული ბანკის მიერ. ის უბრალოდ რეგისტრაციაში ატარებს ამ მიკროსაფინანსოებს, თუმცა რეგულირება აუცილებელია, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ეს არის აკრედიტაციებულებები და აქ ამ შემთხვევაში სხვა რაღაცა ნორმები და ნორმატივები შემოსავლებენ ეროვნულ ბანკს უპირობოდ. ეხლა რაც შეეხება ზემოთა პლანკის, ასე ვთქვათ, ზემოთაზღურის დაწესება, ეს ალბათ ეხება რაიმდენად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, სადაც ბუნებრივად არის უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი, იმდენად რამდენადაც უფრო მარტივია სესხის მიღება, ვიდრე ბავშვად იგივე კომერციულ ბანკში, იმიტომ რომ ეგ გაცილებით უფრო რთული პროცედურებია და ასე შემდეგ. შეიძლება ამის გამო, უფრო მეტი რისკი, სადაც უფრო მეტი რისკია, იქ მეტი ამოღება. ეხლა რაც შეეხება ეს წოდებულ ონლაინ სესხებს, რომელზეც ძალიან ბევრი ლაპარაკობს და ამ შემთხვევაში რომ ეს უნდა რაღაცნაირად ზოგი იძახის საერთოდ უნდა მოისპოს აიგზალოს ან დაუშვათ ხო რაღაც რეგულირების ქვეშ მოიქცეს, რაც საკვირველია რაღაცა გარკვეული დოზით რეგულირება უნდა იყოს,
იგივე ამ შემთხვევაში მესართ არ ვარ მოუხრე ეს თქვა რაღაცის აკრძალვის, იმიტომ რომ ეს უნდა მოხდეს საბაზრო მეთოდებით და ბუნებრივი ეს თქვა პირობებით, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება შეუმსუბუქოთ სესხებლებს დაუშვათ ეს მათი ეს საკრედიტო ბედი და შეიძლება დაწესებული იყოს ზემოთა პლანკა, ესე ვთქვათ, საკრედიტო აი ამ კრედიტებზე, სასქო საპროცენტო განაკვეთზე. შეიძლება 4 იყოს, საერთოდ საშუალო საბაზროთი, ეს უკვე გააჩნია როგორ მიუდგება. თუმცა მაინც იქნება, ესე ვთქვათ, ეს მიწოდება. ეხლა საჩდება ესეთი სესხები და საერთოდ საჩდება ესეთი ცხელი კაპიტალი, ცხელი ფული. იქ ჩდება სადაც მოთხოვნილება არსებობს. ხა ჩვენთან მოთხოვნილება არსებობს, იქიდან გამომდინარე რომ მოხმარება, რაღაც დონემდე იგივე დარჩა, იმიტომ რომ ხა ადამიანს თუ წამალზე ჭირდება, თუ ჭირდება ბავშვის ელემენტარულ განათლებაზე, საცხოვრებელზე ჭირდება, რაღაცაზე, ის მაინც თუ შემოსავლები არ აქვს და ჩვენთან უმუშევრობის დონე მოგეხსენებათ რა დონეზეა, მიმართავს აი ამ ეს თქვათ ადვილად მისაღებ რესურსებს. თუმცა ეს ადრეც არსებობდა ამ შემთხვევაში. უბრალოდ ახლა არის დახვეწილი ფორმა, არის ელექტრონული ფორმით, არის ინტერნეტ ტექნოლოგიებით, თორე აბსოლუტურად პრინციპი არ შეცვლილა. ანუ იგივე პრინციპია. გამოსავალი ამ შემთხვევაში სწრაფი ეკონომიკური რეფორმები, რომელიც ესე ვთქვათ გამოიწვევს ეკონომიკის რეალურ სექტორში ინვესტიციების პირდაპირ შემოდინებას და ახალ სამუშაო ადგილების გაჩენას. ამ შემთხვევაში დამატებითი აი ესეთი ალტერნატიული ესე ვთქვათ შემოსავლების ფონზე, რასაკვირველია, დაეცემა მოთხოვნა აი ამ საკმაოდ ძვირადღირებულ. კი ბატონო, რეფორმებამდე რა უნდა გავაკეთოთ სანამ ეს ეკონომიკური რეფორმები იქნება. თუმცა მე როგორც ვიცი არ არის ხო, ან ონლაინ სესხების შემთხვევაში დოლარში ძირითადად ლარში ხდება, კი ბატონო, სესხების გაცემა და მიუხედავად ამისა, ჩვენ ამაზე გვისაუბრეთ და სამწუხაროდ ფატალური შედეგებით დასრულებულა არაერთი მოქალაქის მიერ სესხის აღებად ამაზე გვაქვს ინფორმაცია. ამ მიმართულებითაც მინდა პატარა თქვა რჩევა მოვისმინოთ და დავით ბატონ ვახტანგს რომ სადაც არის მოთხოვნა, იქ ხდება თავისთავად მიწოდება, ჩვენ ღია ეკონომიკა ვართ, სადაც არ არის არანაირი შეზღუდვა, ესენი არის ჩვეულებრივი ფირმები, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები, რომლებიც გასცემენ ამ სესხებს. თუ იქნება ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობას ექნება ეს მოკლევადიანი, ხო, ერთი თვით სესხულობს ხშირად ადამიანი 200-300 ლარს, როდესაც ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი აქვს და მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში არის ადვილად ხელმისაწვდომობა ყველასთვის. ის ვისაც არც ბანკი მისცემს სესხს და არც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თქვა უკვე მიდის ამ ონლაინ სესხების კომპანიასთან. შესაბამისად მე ვფიქრობ რომ ერთადერთი და თქვა რაღაცა ან თვითრეგულირება უნდა ქონდეს, ან თვითონ უნდა დაარეგულირონ ის რომ არ გასცენ სესხი ყველაზე მათ შორის გადახდის უუნარო ადამიანებზე, რადგან ეს ზრდის ამ ადამიანების ვალის რა თქმა უნდა პრობლემებს შეუქმნის ამ კომპანიასაც. ბანკების შემთხვევაში რა თქმა უნდა ამას რეგულატორი მკაცრად აკონტროლებს, შედარებით ნაკლებად რა თქმა უნდა და არ რეგულირდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, მათ არც ეს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები აქვს და რადგან მათთან როგორც წესი არ არის განთავსებული ანაბრები და დეპოზიტები და შესაბამისად რისკი რა თქმა უნდა მათი მხრიდან მაღალია და იმიტომაც არის ეს მაღალი საპროცენტო განაკვეთი, მაგრამ ყველაფრის წამალი რა თქმა უნდა არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, უცხოური ვალუტის შემოდინება, როგორც ინვესტიციების, ასევე ტურიზმის სახით, ასევე რა თქმა უნდა იგივე გზავნილები, რომელიც შედარებით ნაკლები იყო წინა წელს, იმედი გვაქვს რომ წელს გამოსწორდება და შესაბამისად ეს საავტო შემოდინებები რა თქმა უნდა განაპირობებს ლარის მყარკურს და ასევე ჩვენ რა თქმა უნდა დამოკიდებული ვიქნებით ჩვენ საავტო პარტნიორებზე, რეგიონულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, სადაც ნავთობის ფასი ახდენს ზეგავლენს და ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელზეც სამწუხაროდ ღია ეკონომიკა ყოველთვის იქნება დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ გვინდა სწრაფი ეკონომიკური ზრდა, გაცილებით სწრაფი ვიდრე დღეს გვაქვს. და სანამ დავასრულებთ, ერთი კითხვა მაქვს, ისე მინდა ლარის კურსს მიუბრუნდე. ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ლარი გამყარდა მნიშვნელოვნად და მისი კურსი ასე ვთქვათ როგორ მისაღები ვთქვათ არა, მაგრამ იმასთან შედარებით რაც იყო ბოლო პერიოდში გვაძლევს ყოველ შემთხვევაში. რამ განაპირობა ლარის გაძლიერება ერთი და რას უნდა ველოდოთ მოკლევადიან პერსპექტივაში. ვიცი რომ პროგნოზი ძალიან ესე ვთქვათ არასაყვარელი კითხვა არის ყველა ექსპერტის, მაგრამ ვფიქრობ რომ ტელემაყურებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის თავისი ესე ვთქვათ გათვლებისთვის ამ კითხვაზე პასუხის. საერთოდ ლარის კურსი როდესაც დევალვაციის პროცესი მიმდინარეობდა,
რასაკვირველია აცდა იმ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს რაზედაც პირობითად თეორიულად უნდა გაჩერებულიყო. რატო? იმიტომ რომ ეს იყო ეს თქვათ დამსახურება აი ზუსტად იმ დევალვაციის და შემდგომში ინფლაციური მოლოდინი რომ ყიდულობდნენ დოლარს, სჭირდებოდა ეს დოლარი თუ არა, რომ რაღაცნაირად ესე თქვათ ის. ანუ განაპირობა ესე თქვათ აცდენა ამისი და მერე უკვე მოხდა კორექცია, ანუ ესე თქვათ დაეშვა ლარი უფრო დაბალ ნიშნულზე. მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი კიდე ალბათ გაგრძელდება, შეიძლება ისეთი ტემპებით არა, მაგრამ სადღაც ორის ფარგლებში შეიძლება იმოძრაოს ლარმა, თუმცა პროგნოზების გაკეთება მართლა ძალიან რთულია. უბრალოდ ვალუტა მაშინ არის სტაბილური, მაშინ იქნება სტაბილური, როდესაც ეს სავალუტო კურსი მერყეობს რაღაც გარკვეულ დიაპაზონში. როდესაც ცალმხრივი ტრენდია, ანუ შეცვლა კურსის ან დაუშვათ გაუფასურების ან პირიქით საკმაოდ გრძელვადიან პერიოდში, ეს არ არის კარგი მაჩვენებელი. აი ეს რასაკვირველია, ეს უკვე მიუთითებს ეკონომიკის მდგომარეობას, თუმცა მე ვეთანხმება გიორგის, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი ამ დოლარიზაციის პრობლემას. უბრალოდ ამის მოხსნას, იმიტომ რომ თუ ჩვენ გავზარდეთ საინტერესო ლარი, მიმზიდველი ლარი ამ შემთხვევაში და ეს მხოლოდ ეროვნულ ბანკს არ უნდა მოვთხოვოთ. თორემ რატომ ხართ ყველა ეროვნულ ბანკს მიადგება ხოლმე, ეს თქვათ ამ საკითხთან მიმართებაში. ეს საერთოდ ეკონომიკურ გუნდს უნდა მოვთხოვოთ, იმიტომ რომ სახელმწიფოს ხელშია რამდენად შეთავაზებს საერთოდ საინვესტიციო საზოგადოებას, მათ შორის უცხოელებსაც, იმ საინტერესო აქტივებს, რომლებიც იქნებიან ლარში ნომინირებული. მე ვგულისხმობ ხედულობაში მაქვს მაგალითად იგივე ფასიანი ქაღალდები, რომლებიც შეიძლება იყოს ნომინირებული, ანუ ასახული ლარში, მაგალითად მუნიციპალური ობლიგაციები, რომელსაც შეუძლია მუნიციპალიტეტს გამოუშვას მთელი საქართველოს რეგიონების მასშტაბით და შეიძლება ნახევარ საქართველო მხოლოდ ამ აბაზდული თანხებით აშენდეს, ესე ვთქვათ, საკმაოდ გრძელვადიანი და იაფი, მაგრამ ეს თუ იქნება საინტერესო, თავისთავად ის დოლარი იქნება თუ ევრო იქნება კონვერტირებადი ლარში. ანუ ლარზე მოთხოვნა ბუნებრივად გაიზრდება. თუ ჩვენ გავზდით დაუშვათ იმ კომპანიების რისკს, ვინც გამოუშვებს მაგალითად იგივე აქციებს, ობლიგაციებს ნომინირებული ლარში, ხო? და საინტერესო იქნება ეს კომპანია და მიმზიდველი იქნება. თავისთავად ლარი საინტერესო გახდება და ლარის კურსი უკვე დასტაბილურდება და ის გაჯანსაღდება რეალურად. სხვა გვარად მარტო აი ამ პირობებში, რა პირობებშია დღეს ვიმყოფებით, სამწუხაროდ ჩვენ ვერ მოვითხოვთ ესე ვთქვათ მეტ გარანტიებს ამ შემთხვევაში. გიორგი, მოკლედ პროგნოზს მეც მოვერიდები, რადგან ძალიან რთულია ჩვენი ტიპის ეკონომიკის ქვეყანაში პროგნოზირება ვალუტის კურსის, მაგრამ რეალურად გრძელვადიან პერსპექტივაში რა თქმა უნდა საერთოდ ლარს ყოველთვის ექნება გამყარების ტენდენცია. თან იმ განმოსახედია, რომ ტურისტული შემოდინებები ხედავთ, რომ 20%-ით არ თქვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაგრამ ამას რა თქმა უნდა სჭირდება ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. ჩვენ ხედავთ, რომ ეროვნულმა ბანკმა უკვე დაიწყო ნელ-ნელა თქვა რეზერვების შევსებაც და შესაბამისად ის უფრო მეტ ლარს გამოუშვებს, რადგან ლარზე მოთხოვნა უფრო გაზრდილია, ვიდრე თქვა ეს იყო თითქმის მთელი გასული წლის განმავლობაში და ამას დავითანხმება ბატონ ვახტანგ, სჭირდება არა მხოლოდ ეროვნული ბანკის, არამედ მთავრობის ეკონომიკური გუნდის ერთობლივი მუშაობა და კოორდინირებული, რომ ქვეყნის განვითარება წავიდეს სწორი მიმართულებით, ქვეყანას ჰქონდეს ეკონომიკის განვითარების სწორი პრიორიტეტები, დივერსიფიცირებული ეკონომიკა და ჩვენ უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანები მინიმუმ ჩვენ სამეზობლოში და მსოფლიოში, თორემ ისე განვითარება წარმოუდგენელია. ძალიან დიდი მადლობა გიორგი შეჯამებისთვის და მადლობა ბატონ ვახტანგ საინტერესო ინფორმაციებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი რჩევები მივაწოდოთ ჩვენს ტელემაყურებელს და პრინციპში როგორც ჩვენმა სტუმრებმა აღნიშნეს, თუ კი ჯერ არ აგიღიათ სესხი და ვფიქრობ დოლარში ჩვენი კომპეტენტური სტუმრები გირჩევენ, რომ აქცენტი გააკეთოთ იმ ვალუტაში სესხის აღებაზე, რა ვალუტაშიც გაქვთ შემოსავალი და ძირითად შემთხვევაში მაინც ლარში გვაქვს შემოსავალი საქართველოში, ვინც ავიღეთ უკვე დოლარში ვილოცოთ ლარის კურსზე. მაშინ კი ბატონო, ან ვიცი, შევუერთდეთ მთავრობის ეკონომიკური გადაიყვანეთ ლარში მოკლედ ეს. კი ბატონო, დავაყენოთ სიტუაციას, წარმატებებს გისურვებთ და ჩვენ ხვალობთ გემშვიდობებით.